ფაქტობრივად წვით რომ ბოიკოტის პოლიტიკა მოიტანა თურმე ის რომ მზიამაღლობელი ციხეში წის ბოიკოტის პოლიტიკა მოიტანა თურმე ის რომ ადამიანები ამ ქვეყნიდან გააქცია რეჟიმმა ბოიკოტის პოლიტიკა მოიტანა თურმე ის რომ ათასობით საჯარო მოხელე რომლებმაც ამ ქვეყნის ისტორიულ კურსს საჯაროდ გამოხატეს მხარდაჭერა სამსახურებიდან გაუშვეს ეს თურმე ყოფილა ბოიკოტის პოლიტიკის შედეგის ნაწილი დავიწყეთ ბოიკოტის კამპანია პარლამენტში არ შევედით ამას მოყვა აქციები სადაც ადამიანები დაიჭირეს დააჯარიმეს უამრავი ადამიანი ქვეყნიდან გადახვეწა მოუწია ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ხო არის ასაკები? ამაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციამ უნდა აიღოს იმის გამო რომ ბოიკოტში შევიდა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ლაპარაკი თითქოს 28 ნოემბრის ირაკლი კობახიძის განცხადება ყოფილა ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის შედეგი. 20 წელს ბოიკოტში წასული პარტიები შევიდნენ თუ არა პარლამენტში? რა გამოსწორდა რეპრესიული მიმართულებით ამ ქვეყანაში? უარესი განვითარება, უარესად დამახევდა საარჩევნო კანონმდებლობა, უარესი ვითარებები მიიღეთ თვითონ საკანონმდებლო ორგანოში, უარესი რეპრესიები მიიღეთ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ამიტომ ეს ყალბი დილემა თითქოს ბოიკოტი არ ბოიკოტზე გადიოდეს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის საკითხი არის ტყუილი. რას აჩვენებს უნგრეთის მაგალითი? უნგრეთის მაგალითი აჩვენებს რომ მადიარი იყო შეუგუებელი ორბანთან ბრძოლაში. მის თამაშის წესებს კი არ დათანხმებია. დღეს რო რამდენიმე პოლიტიკოსი რეჟიმის მიერ მოწყობილ ეგრეთ წოდებულ დებატებში დადის და ამით რომ გვიმტკიცებენ რომ თითქოს რეჟიმს ამარცხებენ. რეჟიმის თამაშის წესები კი არ მიუღია მადიარს და ფედერალისტებს არასდროს არ გვითქვამს რომ არჩევნები არ არის ამ ქვეყანაში ცვლილების გზა. ეს ასე არ არის. და პირიქით ყოველთვის საზიანოთ მიგვაჩნდა ის გზავნილი რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. თუმცა, როდესაც უპირისპირდები ავტორიტარულ რეჟიმს და ეს ანახა ზუსტად მადიარის მაგალითმა. ბრძოლა შენი უნდა იყოს თანმიმდევრული. და თანმიმდევრული ბრძოლა არ გამოგივა იმ შემთხვევაში თუ ერთ დღეს არალეგიტიმურად გამოაცხადებ ხელისუფლებას და მე ალტერნატიული პარლამენტების შექმნას მოითხოვ, შემდგომ რამდენიმე თვეში გადათქვა ამ გადაწყვეტილებას და პარლამენტში დეპუტატად დაუჯდები, შემდგომ დებატებში დაუჯდები და მის თამაშის წესებს და საბოლოოდ თქვენ სტუდიაში გუშინ მიხილე ორი პარტიის პოლიტიკოსი, რომლის ორივეს ლიდერიც არის ქვეყნიდან გაქცეული და გველაპარაკებოდნენ ამდენად მნიშვნელოვანია კომისიებში ბრძოლა. და თუ ამდენად მნიშვნელოვანია დარჩენილიყო ეს ორი ბატონი ქვეყანაში და გაეწიათ მაშინ ლიდერობა თავიანთი პარტიებისთვის. ესე იგი ისინი დანებდნენ და ეხლა სურთ რომ რეჟიმთან ნორმალიზების გზით მიაღწიონ ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ცხოვრების აღდგენა. ეს ვერ მოხდება მანამ სანამ საქართველოს სუვერენიტეტი არის საფრთხის ქვეშ.